ხედოთ. გრემელის გამოფენა გვაქვს სანახავი, როგორც ხვდები. ნამდვილად. გრემელის არტ გალერეამ ხატვართა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. გამოფენა სახელწოდებით ფერებს მიღმა 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება და დამთვალიერებელს 11-დან 17 წლამდე ხელოვანების მრავალფეროვან ნამუშევრებს წარუდგენს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ტექნიკის შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც ახალგაზრდა ავტორების ხედვას, წარმოსახვასა და შემოქმედებით შესაძლებლობებს ასახავს. გრემელ არტ გალერი მასპინძლობს გამოფენას ფერებს მიღმა 28 ივნისიდან 30 ივნისამდე. აქ წარმოდგენილი ბავშვები არიან 11-დან 17 წლამდე და აქვს სხვადასხვა თემატიკის ნამუშევრები, როგორც არის აკადემიური ნამუშევრები, ასევე არის კონცეპტუალური არტი. ძალიან მომაყობს ჩემი მოსწავლეებით, რადგან ესეთი ინდივიდუალურები არიან, ესე კარგად წარმოაჩენენ თავიანთ თავებს. იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო მეტად განვითარდებიან, უფრო მეტს მიაღწევენ, შეძლებენ თავიანთი სიტყვის თქმას. 5 წელია რაც დავდივარ ცოტა მეტი შეიძლება, რაც დავდივარ ხატვართა სკოლაში და ბევრ კარგ გამოცდილებას ვიღებ ამ გამოფენებით და ზოგადად ჩემი ნამუშევრების აქ გამოტანით. მიყვარს ნახატში ქაოსი, მიყვარს ნახატი რაც თავის სათქმელს ხმამაღლა იძახის და ჩემ შესაძლებლობებს და სულიერ სამყაროს მაქსიმალურად ვძებ ჩემს ნამუშევრებში. 14 წლის ვარ, დავდივარ მეორე კლასიდან, უკვე 7 წელია რაც დავდივარ ამ ხატვართა სკოლაში და ეს არის უკვე ჩემთვის მეშვიდე გამოფენა და ყოველ გამოფენაზე ახალ ემოციას ვიღებ. ჩემი ნამუშევრები ეხება ფსიქოლოგიურ თემას. ერთი ნამუშევარი არის ადამიანს, რომელიც სხვაზე არის დამოკიდებული და სხვა მართავს მას, რომელიც გვიჩვენებს ინდივიდუალურობის დაკარგვას. ვინც მოვა და ესტურება ამ გამოფენას, ძალიან თანბეჭდავი იქნება მისთვის და ემოციური იქნება დასამახსოვრებლად. უსურვოთ წარმატებები ახალგაზრდა შემოქმედებს. შესანიშნავი გამოფენაა, აუცილებლად უნდა ვესტუმროთ ყველანი. ეხლა კი მუსიკის დროა ჩვენს ეთერში და მარიამ ჩუხრუკიძის მიერ